დღეს გვაქვს გასვლითი ლაშქრობა. მივდივართ ინწრას ჩანჩქერზე. ეს არის წალენჯიხაში, სამეგრელოში არის ჩანჩქერი დაახლოებით მე მგონი 15 მეტრის სიმაღლის. და ეხლა ვართ გზაზე. და დაახლოებით 3-4 კილომეტრი გვიწევს ფეხით რომ დავიაროთ, რადგან აქ სამანქანე გზა არ არის დიდად. ხედავთ. და ძალიან ლამაზი ხეობაა ჯერ 400 წლიანი გზები და ლამაზი პეიზაჟები და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ის ჩანჩქერი უფრო ლამაზია და გაჩვენებთ მოკლედ გზაში თუ რას ნახავთ. თან ვიბანავებთ, ცივ წყალში უნდა ვიბანავოთ. ეს არის მიზანი. ძალიან ცივია, 1 წუთზე მეტი ვერძლებენ ამ წყალში. 1 წუთზე მეტი. აი ასეთი გზაა, სულ რა, კაიხანი. მე უფრო დაბურულ ტყეში შედის. და აი აქ ამ მდინარე ქვემოთ ხეობა. ეს ჩანჩქერიდან მოდის ეს წყალი და უბრალოდ აქ ცხოველებიც არიან გზაში. და ცოტა სახიფათოა სიარული, იმიტომ რომ სულ წვიმდა და ის არის რა. ან ალახიან, აქედან მოდის სასმელი წყალი, მიეწოდება ჯვარს. აი აქ იყო, ცეცხლს ანთებდნენ ამ ადგილას და ატყობინებდნენ მტერი რომ მოვიდოდა რა. მტერი თუ მოვიდოდა, ჯიხა ერქვა ამ ადგილს. წალენჯიხა ქვია ადგილს და ჯიხა ქვია ასეთ ადგილს, სადაც ანთებდნენ ცეცხლს, რომ მტრის მოსვლა შეეტყობინებინათ. ნუ აქ საიდან მოდიოდა მტერი არ ვიცი, მაგრამ თუ მთებია, მაგრამ მაინც ამბობენ რომ ასე იყო. ესე იგი ჩამოვედით, ნახევარი გზა გავიარეთ და აქ ხედავთ, აქ არის საბანაოს გორივით, ძალიან ცივია და აქ იყო ძველად, ნუ ეხლაც შეიძლება აღდგენა წყლის წისქვილი რა. აი იქიდან მოდის წყალი, აი იქიდან გადმოქონდა კეტავდნენ და აქედან გადმოდიოდა და ატრიალებდა ბორბალს და შიგნით მუშაობდა წისქვილი. ეხლა არ ვიცი თუ მუშაობს, იქიდან არის შესასვლელი და თუ ისა ნახოთ მოკლედ თუ შევძელით კიდე გადასვლა. ეხლა აქ ჩავალ და 1 წუთი თუ გავძლევ, ეგ იქნება ჩელენჯი. აი უკვე ნაპირთან ვარ და 1 წუთი უნდა გავქაჩო. 1 წუთი არის რეკორდი რა. 1 წუთი უნდა გავჩერდე ამ წყალში. ეხლა ჩავალ და 1 წუთი გადავიღებ როგორ ჩერდები წყალში. აბა ძალიან ცივია უეჭვე. ვაი. იმე გაკინული. ანტიწამია ჯე. უნდა ვცადო ეხლა ცოტა ხანში უნდა ვცადო მეორეც და იმიტომ რომ პირველით გავიყინე ძალიან ცივი. დუბლიორი პირველზე ეგრევე ამოვარდი, იმიტომ ძალიან ცივი იყო და ეხლა ცოტა შეჩეულზე, ორგანიზმის შეჩეულზე ჩავდივარ მეორეჯერ. გადავხდეთ რა, ახსოვს. ახლა საზამთრო ჩაციება ტრადიციული მეთოდებით. ეს იყო ძველი წალენჯიხური ადაწესი. აი. არა, ამო. ხატვა? ეგონა დაჭრილი ამოვიდოდა. რაღაც მოძრა. ახლა უნდა მივიდეთ ამ საზამთროსთან. თავით ნახტომი. ყავდა. This roller. აი ახლა იმ ადგილას ვართ
სადაც წისქვილი იყო და ეხლა ძრე წისქვილი შესასვლელი შევიდეთ. ნუ ცოტა ისეთ ანტისანიტარია, მაგრამ აი მოდით გაჩვენ. აქ არის ქვა, შემოდით. აქ არის ქვა წისქვილის. აქ ხრიდნენ სიმინდს და ჩაიყრებოდა ის ქვა ეხავდა სიმინდს და იქნებოდა სიმინდის ქვილი და ნუ ქვემოთ იყო წყალი გადიოდა და ამ ქვას ატრიალებდა. ქვემოთ იყო ქვის პროპელერი. მოკლედ ასე მუშაობდა. და აქამდე ჩამოქონდათ სიმინდი და აქ იფრებოდა აქ მოსაცდელიც. მაგრამ ნუ ეხლა როგორც ხედავთ არ მუშაობს. თუმცა ეს ქვა და ეს ყველაფერი არის. შეიძლება აღდგენა მოკლედ. ამ ისე ტურისტულ თემაში. დეკორაციად მოკლედ შეიძლება გავაკეთოთ. გარი და ეგ. ნუ ეს ჩვენი სცენი რაც არის. ასეთ ლამაზ ადგილას. ოღონდ ასე ნაგავს და მოკლედ არ დატოვოთ ასეთი ასე რატომ ნაგავს? მით უმეტეს პლასმასი და სავსე ნივთები და ეხლა ავალაგოთ მოკლედ ესენი. სათათმანი არ მაქვს, მაგრამ რა ვქნა. ავიღოთ. აი კეჩუპიც ვისრას მოზარდ. ეს 500 წელი ასე იქნება. არ გაიხსნება. აი მარილის არის მოკლედ. სამზარეულოა ვიღაცა გასწინე. ალბათ შეკვეთებს. მოკლედ მაქსიმალურად დავალავთ. აი ეგ არის მოკლედ. რაღაცები ის არის. ალუმინის ფოლგა და ალუმინი ბუნებას დაუწევს. მოკლედ ეგ. ავიღებთ ამას. მოკლედ ერთი წუთი ვერ გავქაჩე. წალში ვერ მოხსენი რეკორდი და ამიტომ ახლა მივდივართ უკვე ჩანჩქერისკენ, იმიტომ რომ 3 საათია და გვიანდება. უნდა მივასწროთ. მაგრამ მე რეკეტავენ რა 3-ს. ახლა უკვე ასეთი გზა არის. აქ არის ველური მაყვალი. აი აქ უკვე მდინარე მიდის, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ მოდის ჩანჩქერიდან. აი უკვე უახლოვდებით ისეთ ადგილს, სადაც არის გზები, გზის ტყე, 400-ლოვანი და ახლა ნუ ისა 500-წლიანი ტყეებია მან გზის. ნუ ჯერ ახლა 4-ლოვან ტყეებში ვართ, მაგრამ ესეც ძალიან ლამაზია. ესე იგი ანდრი არ გაჩერებულა იღებს ყველაფერს. აი ახლა ხედავთ როგორი გზა აქეთ ხრამია და მოკლედ მივდივართ. ძალიან ტალახიანია თან, იმიტომ რომ წვიმდა. ხედავთ. ძალიან ფულად სავალი გზაა, მოკლედ ერთი რო დაგიცდეს ხრამში ხარ და ამიტომ ისე ვასწორებ გზას. თან ჩოგბურთის ფოტოსები მოცვია და არა აქ მოჭერა. ასე მივდივარ მოკლედ. თან ვიდეოს ვიღებ. და მივდივარ. ოპა, გადავედი ეს რთული მონაკვეთი. ხა სხვებს გადავუღოთ. გადავედი მოკლედ. აი სხვები ახლა ვნახავთ ვარდნას.
მე გადმოვედი რა უკვე. თან ტელეფონი თან ის უყურესავ დგავ. მეკით რომ ამისრიალდეს, ეკით ვარდები სამში. აი გადმოვიდა ერთი. მოლაშქრე. ეგ შეგვიძლია დისლოკაცია გამოვხსნიოთ. აი სხვებიც მოდიან. ნელა მეგობრებო არ იჩქარ. მოკლედ აი თითქმის გადმოვიდნენ რა. ეხლა კიდევ იქით არის ცოტა რთული ადგილი. აი იმის საჩვენებლად რომ ძალიან საშიში ადგილი აგერ ვიღაცა გადავარდა და მაგის საპატივცემულოდ არის აი ესეთი ადგილი. რაღაც საკურთხევით რაღაც ეგეთი. აი ამ ადგილას ხედავთ. აი აქ ძალიან საშიშია მოკლედ ხედავთ. აქ არის გზა და აქ არის ხრამი. თუ გადავარდი შანსი აღარ გაქვს. საშიში ადგილი. არ ვიცი საერთოდ თუ გაკაჩა. აკი გავკაჩა მაგრამ. აი გამოჩნდა უკვე ჩანჩქერი და ჩვენ ვართ აქ ისევ საფათო მაკვეთში, მაგრამ ნუ ეხლა აქ უკვე მავთული არის. აგერ ჩანჩქერი ახლოს მივალთ ახლა ჩვენ ამ ჩანჩქერთან მოკლედ. ძალიან საფათო მაკვეთი გავიართ. და ჩამოვედით აქ მოკლედ ამ იმაში უსწრულის თავზე ვიარეთ აი ზემოთ აი იმ ადგილებში და ხედავთ აქ იყო ჩასავარნი საკმაოდ დიდი. მოკლედ მოვასწრეთ ახლა უნდა წავიდეთ ჩანჩქერისკენ 50 მეტრიღა დაგვრჩა. ჩამოვახციეთ როგორც იქნა. აი ჩანჩქერთან ვარ და მოკლედ საშინელ დღეში, მაგრამ ჩამოვახციეთ. და აი აქ ვარ და მაგარი ადგილი. მოკლედ მისია შესრულებულია. აი იქ სადღაც შენახულია არაყი და იქ დავიწყო.